გამარჯობათ მეგობრებო. მოკლედ გავაგზავნოთ დღეს ახალი თემის განხილვა. ეს იქნება მულტიკასტი, იგი ისე მულტიკასტზე ვსაუბრობთ. ამ შემთხვევაში განვიხილავთ IGMP პროტოკოლი. ჩვენ წინა ლექციაზე ვთქვით, რომ IGMP არის პროტოკოლი, რომელიც მუშაობს ამ last hop router-დან host-მდე. ანუ ის განაგებს აქ არსებულ სიტუაციას, რომ host უნდა რაღაც multicast ადრესში გაწევრიანება, multicast პაკეტები მიიღოს, ის გააგზავნის რაღაც კონკრეტულ შეტყობინებას router 4-თან, რომელსაც აი ამ შეტყობინებას ქვია IGMP message, IGMP join message და მოდი დავიწყოთ. როგორ მუშაობს multicast-ი? მე ეხლა ამის პროფესიონალი არა ვარ, ცოტა ისეთი რაღაც slideshow ავაწყე, რა თქმა უნდა, AI-ის დახმარებით და საკმაოდ შეიძლება ბევრი რაღაც გრაფიკული შეცდომა კონდეს რაღაცის შევეცდები გზადაგზა ყველაფერი უფრო ნათელი გავხადო. მაგრამ აზრს, რა თქმა უნდა, გავიგეთ. პირველი ხა, როგორ მუშაობს multicast-ი? დავიწყოთ. როგორ მუშაობს multicast-ი? ანუ source application, რასაც ქვია ამ შემთხვევაში წყარო, აგზავნის multicast traffic-ს, multicast შეტყობინებას რაღაც multicast group address-ზე, ანუ რაღაც multicast ჯგუფზე, რომელსაც აი ეს host-ი უსმენს. ეს რატომ არის ესე, მეგობრებო? ეს ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა არის, რომ multicast-ი არ მუშაობს ისე, როგორც მუშაობს unicast-ი ან broadcast-ი. მაგალითად, ანუ ჩვენ ხო ვიცით, რომ თუ ეს წყარო გაუშვებს აი ამ host-თან რაღაცა შეტყობინებას, მან იცის ვისთან გაუშვას პირობითად, მისი IP ადრესი იცის და მის IP ადრესზე გაუშვებს პირდაპირ. multicast-ის შემთხვევაში ესე არ ხდება, მეგობრებო. ის თითქოს და აი ესე ვთქვათ, higher-ში უშვებს შეტყობინებას რაღაც IP ადრესთან, რაღაცა ჯგუფთან რა. ეს რო წარმოვიდგინოთ ესეთი რაღაცა, რომ აი რაღაცა ინფორმაციული, უბრალოდ რაღაცა მისამართი იყოს, რა მისამართზეც მიდის საჭმელი რა, პირობითად. რა მისამართზეც მიდის საჭმელი, ეს მისამართი იქნება ამ შემთხვევაში router 4 მაგალითად რა. აქედან გამოგზავნილი ეს საჭმელი, ან რაღაცა ამანათი, მოვა router 4-თან. მაგრამ router 4-დან უკვე ესე ძალაუნებურად არავისთან არ მიდის ეს რაღაცა საკვები ინფორმაცია, ამ პიროვნებებთან არ მიიღო თავის ფეხით. ეხლა ამ პიროვნებებმა უნდა მოითხოვონ თვითონ, რომ ხო აი მე მინდა და მე მინდა, მაგრამ როგორ რას ქვია მინდა? როგორ უნდა გააგებინო, რომ გინდა? ეს წყარო გაუშვებს რაღაცა IP ადრესის ჯგუფთან ამ ინფორმაციას. სიტყვაზე ეს იყოს 229.0.0.1. არის IP ადრესების სიტყვაზე აი ამ IP ადრესთან, ამ multicast IP ადრესთან ვაგზავნე მე ამ ინფორმაციას და ვისაც გნებავთ ეს ინფორმაცია, დანარჩენი ხა თქვენ თვითონ მოითხოვოთ. შემდეგ უკვე ეს host 1, host 2 და host 3 თუ მათ სურთ ამ IP ადრესის ჯგუფში გაწევრიანება, ისინი იტყვიან, რომ მე გავწევრიანდი 229.0.0.1 ჯგუფში. ეს შეტყობინება მოუვა router 4-ს და ეს რო გაიგებს, აჰა, შენ გაწევრიანდი, კაი ბატონო, მაშინ გამოგიგზავნე. აი, sender-ი, ანუ გამგზავნთან ყველაზე ახლოს მყოფი routeri იღებს traffic streams, ან ტრაფიკის ნაკადს. ანუ გამგზავნი არის ეს, გამგზავნა გააგზავნა და ყველაზე ახლოს დგომი routeri არის router 1. მან მიიღო ეს ტრაფიკი, პირველ რიგში მიიღო მან. ეხლა interested routers, დაინტერესებული routers-ები აგზავნიან signals, რომ group address-ის ტრაფიკი უნდათ, ანუ ამ ჯგუფის ტრაფიკი უნდათ. დაინტერესებული routers ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს last hop routers. აი router 4.
რადგან მან იცის რომ აი ამ თავისთან მიბმულ ლინკზე ვიღაც არის ვისაც ეს უნდა ეს ინფორმაცია და ეხლა ეს გააგზავნის შეტყობინებას აი ამ რაუტერთან რომ მიდი გამომიგზავნე მე ტრაფიკიო და receiver-თან ყველაზე ახლოს ყოფი რაუტერი იღებს ამ მოთხოვნას ხო ანუ ეს რო გამოგზავნეს სიგნალს ეს არის მიმღები ამ შემთხვევაში მიმღებთან ახლო რაუტერი last hop router ეს არის first hop router გამგზავნთან ყველაზე ახლო მდგომი რაუტერი მერე routers ერთად აშენებენ ანუ routers-ები ერთად აშენეს AI-ის ხარვეზია routers-ები ერთად აშენებენ loop free trees sender-სა და receiver-ს შორის ანუ რო გავხსნათ ეს რას ნიშნავს routers-ები ანუ ეს ყველა routers აშენებს რაღაცა მარშრუტს რომელიც დაზღვეული იქნება loop-ისგან რო ეს თვალზე ამან გამოაგზავნა ეს პაკეტი აქ ამან ამასთან გამოაგზავნა ამან ამასთან და ამან კიდევ აი ესე რო არ გამოაგზავნოს წრეზე და ესე რო არ იტრიალოს რაღაცა მექანიზმს აშენებენ რაღაცა მექანიზმს რომელსაც ქვია ხეს უწოდებენ trees და სხვადასხვა ხეების ტიპი გვაქვს მე ამას განვიხილავთ და loop free ხე არის ეს გამგზავნსა და მიმღებს შორის ამ შემთხვევაში გამგზავნი ეს არის მიმღები ეს არის და აქ უნდა იყოს რაღაცა ხე რომელიც იქნება loop free ანუ აი ეს წრეზე რო არის loop-ი ხო ვიცით რაც არის წრეზე არ იტრიალოს პაკეტი სეგმენტები სადაც receiver-ები არ არის multicast streams არ მიიღებენ ხო ვთქვით რომ ანუ სეგმენტი ან ამ შემთხვევაში ეს სეგმენტი ან ეს სეგმენტი თუ ან აქ ამ სეგმენტზე არ არიან მიმღებები ისინი multicast packets არ მიიღებენ ესე მარტივად ეხლა ამ შემთხვევაში source 1 S1 აგზავნის ტრაფიკს ჯგუფ 239.1.1.1-ზე კი ბატონო ანუ ამ IP ადრესზე ეს გააგზავნის 1.1.239.1.1.1-ზე host 2 და host 3 უერთდებიან ამ ჯგუფს ანუ ეს იტყვის რომ host 2 და host 3 მე მინდა ამ ჯგუფს შევუერთდე ეს იტყვის მეც მინდა ამ ჯგუფს შევუერთდე შემდეგ რა ხდება ორი მთავარი კომპონენტი receiver-ები იწყებენ იმ multicast data-ზე რაც სჭირდებათ აი წერებიან იმ multicast data-ზე რაც სჭირდებათ და ტოვებენ ჯგუფს როცა აღარ უნდათ network device უნდა მიხვდნენ რომელ network segment-ზე არიან დაინტერესებული მიმღებები ძალიან ბევრი ინგლისურ სიტყვას იყენებს ეს და ცუდია მე ავხსნი ხა ამას რა ხდება უყურეთ მიმღებები ან ჰოსტები ამ შემთხვევაში გამოიწერენ ამ ჯგუფს იმ ინფორმაციას რომელიც ამ ჯგუფსთან მოედინება ამ სხვაზე 239.1.1 ამ IP ადრესზე რაღაცა ტრაფიკი ხო მოედინება აი აქ წყაროდან ამ ინფორმაციას ან გამოიწერენ subscribe-ს გაუკეთებენ და როცა უნდათ დატოვებენ ჯგუფსო კი ბატონო აი ეხლა უყურეთ IGMP Internet Group Management Protocol მართავს მიმღებების multicast stream-ზე ან გაწევრიანებას ან დატოვების პროცესს ვთქვით რომ აი IGMP აი აქ მუშაობს და ის IGMP პროტოკოლი განკარგავს ის აკონტროლებს ეს ჰოსტები როგორ გაწევრიანდებიან და როგორ დატოვებენ ამ multicast ჯგუფს პაკეტები მიმღებ და წყაროდან უნდა მივიდეს ყველა receiver-ამდე ანუ просто სერვერიდან ანუ წყაროდან ამ შემთხვევაში სერვერი არის წყარო უნდა მივიდეს ყველა მიმღებამდე ხო ну როგორ უნდა მივიდეს ამას განსაზღვრავს უკვე PIM რაც ჩვენ თავიდანვე ვთქვით PIM არის protocol independent multicast-ი ეს არის პროტოკოლი რომელსაც რაუტერები კიდე არ არის AI დახოცილი ისე რა ან მე პრომპტი ვერ მივიცი ისე კარგად როგორც საჭიროა რაუტერები იყენებენ loop free multicast delivery trees ხო იყენებენ აი ამ პროტოკოლს
რათა ააშენონ loop free multicast delivery tree და მართონის, ანუ რას ნიშნავს ეს? ეს როუტერები, რაც აქ არიან, აი ყველა როუტერი აბსოლუტურად. მათზე როცა ჩვენ გავაკეთებთ PIM-ის კონფიგურაციას, ეს PIM არის ისეთი პროტოკოლი, რომელიც თვითონ აი ამ loop free mechanisms, loop free multicast delivery ხეს ააშენებს და მე ამას მართავს თვითონ. ჩვენს მივონაწილეობთ ამის აშენებაში და მართვაში თავისთავად, მაგრამ ეს პროტოკოლი, ასე თუ ისე თავის დაკეთებს ამას. ეხლა multicast control plane. რა არის ხა control plane-ის იდეა? IGMP და PIM. საკონტროლო მექანიზმები ამის, ხო? ნახეთ ეხლა სიტყვაზე ეს არის როუტერი, აქაც უნდა იყოს ხა როუტერი და აქაც უნდა იყოს როუტერი. უნდა იყოს აქ ხა სამი როუტერი და აი ამის შემთხვევაში განვიხილოთ. ერთი როუტერი, ორი როუტერი, სამი როუტერი. ეს როუტერი რომელიც არის ყველაზე ახლოს გამგზავნთან. ხო, გამგზავნთან. აი ეს არის გამგზავნი წყაროსთან. მას ეწოდება forced hub router. FHR. როუტერი, რომელიც არის ყველაზე ახლოს, ანუ უკიდურესი gateway, default gateway, რა, თვითონ აი ამათთვის. იმ როუტერს ეწოდება last hop router, LHR. multicast stream-ი, ანუ sender-ი არის sender-თან არის first hop router-ი და LHR last hop router-ი არის receiver-თან. ანუ IGMP აკონტროლებს receiver side control, ანუ მიმღების მხარეს, როგორც თქვით და PIM აკონტროლებს აი ამ როუტერების მხარეს. კი ბატონო. ეხლა გამგზავნის sender იწყებს multicast ნაკადის გაგზავნას და stream იგივე ნაკადი აღწევს forced hop router-ამდე. ანუ ეს აგზავნის რაღაცა streams, ეს stream-ი აღწევს აი ამ forced hop router-ამდე. ეს ხდება აპლიკაციის streaming-ის დაწყებისას ხო, ეს ხდება, როდესაც აი რაღაცა აპლიკაციას ან რაღაცის streams დავიწყებთ. აი ავტომატურად რა, ნებისმიერ რაღაცას აპლიკაციას რომ ან ჩავთავთ, ან რაღაცა streams რომ გავაგზავნ, ან დავიწყებთ სიტყვაზე streams. ეს უკვე ავტომატურად ხდება. ამას კონფიგურაცია ამ სერვერის მხრიდან არ ჭირდება. კონფიგურაცია ჭირდება უკვე აქეთ. ხოლო დაინტერესებული მიმღებები აგზავნიან IGMP membership reports, იგივე IGMP join messages multicast group მისამართზე. ამას ხედავს last hop router. აი ეს, ანუ აქ რას ამბობს ხა ეს? ეს ჩვენი ჰოსტები, როდესაც მოისურვებენ, მოინდომებენ რაღაცა multicast-ი, აი დაიწყო ამას, ყველაზე multicast stream-ის გაგზავნა. ეხლა ჩვენ თუ გვინდა რომ ამ კანალს დავაჭდეთ, ასე ვთქვათ, ამან უნდა გააგზავნოს იმ კანალზე, რაზეც ჩვენ გვინდა, ამას კონფიგურაციაში ნახავთ როგორ ხდება. იმ კანალზე უნდა გააგზავნოს მოთხოვნა, რომ ჯიგარო, მე მინდა ამ კანალს დავაჭდე, რომ ამ მოთხოვნას ქვია IGMP membership report. ეს რთულად გამოითქმის, ამიტომ მარტივი სახელიც ქვია, მაგრამ ოფიციალური სახელი RFC მისი არის IGMP membership reports. ხოლო ჟარგონულად მას ეძახიან IGMP join უბრალოდ რა. PIM აშენებს loop free, ანუ loop-ისგან თავისუფალ ხეს forced hop router-სა და last hop router-ებს შორის. ხო, PIM როგორც გავიგეთ, აი ამ როუტერიდან ამ როუტერამდე, ან იგივე აქეთ რა მნიშვნელობა აქვს. ამ ნებისმიერი forced hop router-დან, რომელიც შეიძლება მეორეც იყოს ხა კაცო, პირდაპირ მიერთებული ამ source-თან, აი ამ როუტერიდან ან როუტერებიდან last hop router-ებამდე, რომელიც ამ შემთხვევაში აი 2 არის, იყოს შეიძლება აგერ 1 ან 2, აშენებს loop free loop-ისგან თავისუფალ გზას. multicast stream-ის თითო პაკეტის ერთი კოპი იგზავნება ამ ხეზე, თითო ლინკზე, მიმღებების მიმართულებით. ანუ როგორც გავიგეთ ჩვენ, ხო, ანუ
unicast-ის შემთხვევაში იგზავნება აი ერთი და იგივე პაკეტი რომ მოუნდეს ხა ამასაც და unicast-ი გავაგზავნოთ. ერთი და ორი პაკეტი უნდა გავაგზავნოთ და იმდენი პაკეტი უნდა გავაგზავნოთ unicast-ი, რამდენი ერთი და იგივე ინფორმაციის მომთხოვნი იქნება. multicast-ი ესე არ ხდება. multicast-ი იგზავნება ერთი კოპი, აი ერთ ხეზე და შემდეგ აი დუპლიკაცია უკვე, კოპირება ხდება აი ამ როუტერიდან. არსებობს IGMP-ის 3 ძირითადი ვერსია. ხო, ეს არის IGMP ვერსია 1, IGMP ვერსია 2, IGMP ვერსია 3. IGMP ვერსია 1 ჩვენ არ გვჭირდება, ამ შემთხვევაში არ გამოვიყენებთ. გამოვიყენებთ და ვიმუშავებთ IGMP ვერსია 2-ზე და ვერსია 3-ზე. როგორც აგერ წერია, ახალი ვერსიები არის ანუ backward compatible არის შესაბამისობაში, ანუ შეიძლება რომ იმუშავოს ანუ comparable არის ზუსტად როგორ ბოდიში ანუ ხო შეუძლია მოკლედ რომ ანუ შეემუშავოს შეხმატკივრებად რომ იმუშავოს ანუ ვერ თარგმნი როგორ საჭირო იყო ისე შეთავსებადია ხო შეთავსებადია თავსებადია IGMP ვერსია 1 ვერსია 2 და ვერსია 3-თან აპატიეთ ჩემი მწირი ინგლისურისთვის IGMP ვერსია 2 ამატებს ახალ ფუნქციას მაგალითად IGMP live ეს არის IGMP-ის message ერთ-ერთი რომ არ უნდა სიტყვაზე აი ამ host-ს და ანუ ამ ორი host-იდან ერთ-ერთი გადაწყვეტს რომ რატომღაც რა ვიცი მინდა რომ დავტოვო ეს სტრიმი და გავიდა სტრიმიდან და ეს live message ხომ უნდა გაიგზავნოს არა და სწორედ ამას იძახის აქ რომ IGMP ვერსია 2 დაამატა ეს ფუნქცია რომ IGMP აი ამ კლიენტს შეუძლია უფრო სწრაფად და მარტივად დატოვოს სტრიმი. IGMP ვერსია 3-ის თავარი განახლება არის source address field რა. source address field. განვიხილავთ ეს რა არის. მიმღებებს შეუძლიათ მიუთითოს რომელი წყაროდან უნდათ რომ მიიღონ სტრიმი. ამას ქვია მეგობრებო SSM იგივე source specific multicast და რას ქვია ეს? ვერსია 2-ში მეგობრებო ეს ფუნქცია ჩვენ არ გვხვდება და ეს რას ნიშნავს ხა? ჩვენ მე ვნახავთ რომ როდესაც ეს ჰოსტი მოითხოვს რაღაცა კონკრეტულ სტრიმთან გაწევრიანებას, ხო? ჯგუფთან სიტყვაზე რა. იქ უბრალოდ მიუთითებს ისე რაღაცას, რომ აი ამ რაუტერს ეუბნება ჯიგარო ეს სტრიმი მომეცი. ან ეს რაღაცა ხო აი ეს პაკეტი მომეცი და აი ეს multicast ამ multicast ჯგუფში გამაწევრიანი. მაგრამ ის არ ეუბნება რომ კი ამ multicast ჯგუფში გამაწევრიანი და ამ multicast ჯგუფის წყარო მინდა რომ იყოს აი ეს კონკრეტული რაღაცა სერვერი. და IP ადრესს უთითებს. ვერსია IGMP 2-ის შემთხვევაში როგორ მუშაობს? იქ გააგზავნის მოთხოვნას რომ აი ამ multicast ჯგუფში მინდა გავწევრიანდე ეს როუტერი ადგება და რა ვიცი აი თვითონ აი ორივეგან გააგზავნის სიტუაცია. ხო? თუ ორივე იმაშვება რა აი უშვებს აი ამ სტრიმს. ან ამასთან გააგზავნის. თუ შენ მიუთითებს ზუსტად აი ამისგან მინდა ვერსია 3-ში უკვე ხდება ეს ფუნქცია. მაშინ ეს როუტერი ნახავს აბა აი ამ სტრიმს აი ეს სერვერი მინდა ზუსტად რა და ამასთან კი არა, აი ამასთან გააგზავნის და იქიდან მიიღებს უკვე ამ multicast წყაროს. და მოგაზრდის შენ. დავიწყოთ ახლა IGMP ვერსია 1. IGMP ვერსია 1. multicast ხო. IGMP ვერსია 1 მეგობრებო. multicast ჯგუფის გაწევრიანებას მართავს query და response მექანიზმით. ხარ არის query და response მექანიზმი არის. query არის კითხვა, response არის პასუხი, ხო? ანუ როგორ ხარ? ესენი რო გაწევრიანდებიან, ეს როუტერი მერე პერიოდულად ამათ ეკითხება, რომ აბა კიდე ხართ? კიდე არის ვინმე აქ? კიდე ხო არის ვინმე? ხო არ დაუტოვებია ვინმეს, ხო? აი ესეთ კითხვებს აგზავნის რა.
და ის იყენებს ორ მესიჯის ტიპს. query route-რიდან, ანუ query-ს აგზავნის კითხვარს, აგზავნის route-ი, reports აგზავნის მიმღები. ერთ subnet-ზე ყველა route-ი იღებს ჰოსტების IGMP membership report join message. ანუ რას ნიშნავს? ეს არის ერთი subnet-ი. ეხლა ერთი subnet-ი არის ეს, ხო? ყველა route-ი იღებს ჰოსტების IGMP membership report join message. ანუ ეს რომ გამოაგზავნის joins ყველა route-ი იღებს უბრალოდ. მხოლოდ ერთი route-ი მოქმედებს როგორც IGMP courier და აგზავნის IGMP query message. ხო? ანუ კი, თავიდან ორივე route-ი მიიღებს, მაგრამ ამათ შორის ხო უნდა მოხდეს არჩევა, რომელი route-ი უნდა იყოს კურიერი, ასე ვთქვათ რა, და რომელსაც ქვია designated router. ხო? designated router-ი ხდება შემდეგ IGMP კურიერი. რა გამომკითხავენ, courier. თუ სეგმენტზე რამდენიმე route-ია, ამ შემთხვევაში ორი route-ი გვაქვს. გამოაგზავნა ამან join-ი, შემდეგ უკვე კერდა ეს სწორედ როგორც კონფიგურაცია მოხდება IGMP-ის, მაშინ ხდება კურიერის არჩევა. და ვიტყვით როგორ ირჩევს ეს route-ები კურიერს. მოკლედ, ერთ subnet-ზე ყველა route-ი მიიღებს ჰოსტებიდან IGMP membership report, იგივე join messages, მხოლოდ ერთი route-ი მოქმედებს როგორც IGMP კურიერი და აგზავნის IGMP query messages. ანუ მე ის ერთი route-ი აგზავნის აი ამ კითხვარებს. ორი არა, ერთი აგზავნის მარტო. ანეს. კი ბატონო. host 1 და host 2 უერთდება multicast ჯგუფ, აი ამ ჯგუფს სიტყვას. ისინი მაშინვე აგზავიან unsolicited membership reports. ხო, ისინი გააგზავნიან ეგრეთ წოდებულ unsolicited membership reports, აი ამ იმ ჯგუფის მისამართზე, სადაც უნდათ რომ გაწევრიანდნენ. host 3 უერთდება multicast სიტყვაზე host 1 და host 2 აი ამ ჯგუფს უერთდებიან. host 3 უერთდება მეორე ჯგუფს. 239.002. ისიც აგზავნის unsolicited membership reports 239.002-ზე. ხაურეთ ახდება network რაღაც ცელი სეგმენტზე ყველა route-ი და დაინტერესებული ჰოსტი იღებს ამ reports. ყველა ჰოსტი და route-ი მათ შორის იღებს ამ reports. route-ები იგებენ დაინტერესებული მიმღებების არსებობას. ანუ route-მა გაიგო, რომ აი ამ Excel-ში მე მყავს აი ამ multicast-ით დაინტერესებული პირი. ეხლა ეს გააგზავნის request upstream-ზე, ანუ ზედა მიმართულებით. მოთხოვნას გააგზავნის უკვე ზევით გააგზავნის. წყაროსკენ, რა source-ისკენ. რითი გააგზავნის? აი იმ პროტოკოლი PIM პროტოკოლის PIM join messages მეშვეობით. ანუ ამ host-მა გამოაგზავნა მოთხოვნა რაღაცა multicast ჯგუფზე, ამან მიიღო თქვა რომ ანუ მე აქ ყავს დაინტერესებული პირი ამ multicast ჯგუფით და მოდი ახლა დავაიხა ეს ხონდა გავაგებინოთ ჩვენ host რომ გამოუშვას multicast პაკეტები. ეს route-ი PIM join messages გააგზავნის ამასთან, ამასთან. კი ბატონო, ეხლა route 1 პერიოდულად აგზავნის, route 1 არ არის ამ შემთხვევაში ჩვენ შემთხვევაში ეს არის, თქვათ ამათ შორის არჩევა მოხდა, designated router-ის არჩევა მოხდა და route 5-მა მოიგო პირობითად. ბოლო ამის გადამწყვეტი ის იქნება დაბალი IP ადრესი. რომელ აი ამ IGMP messages რომ გააგზავნიან, query messages რომ გააგზავნიან ერთმანეთთან, ისინი შეადარებენ IP ადრესებს, IP ადრესები ვისთანაც უფრო იქნება დაბალი. ბოლო გადამწყვეტი მექანიზმი ეგ არის, ის გახდება
designated router. ანუ IGMP queries is გააგზავნის ხოლმე და მოიგო თქვა ამან router 5-მა ჩემ შემთხვევაში. router 5 პერიოდულად აგზავნის IGMP queries კითხვარებს აი ამ მისამართზე. აი ამ multicast მისამართზე, რომელიც არის 224.0.0.1. რომელსაც ვია რეალურად all host on the segment. ანუ segmentზე ყველა host-ი. რათა შეამოწმოს რომელ multicast ჯგუფს ყავს receiver-ი segment-ზე, მიმღები segment-ზე. თუ არ არის მერე სხვა რაღაცას განახორციელებს. ეხლა უბრალოდ აგზავნის ეს ამ შეკითხვას ეგრეთ წოდებულს არის აქ ვინმე და პასუხს რასაც მიიღებს იმის მიხედვით გამოიტანს განაჩენს. Cisco-ს მიხედვით ეს მიმღები პროსე ხო მიხედვით default-ი ხშირად არის 60 წამი. 60 წამში ერთხელ აგზავნის. ხოლო RFC სტანდარტით არის 125 წამი. Hosts აქვს IGMP query delay timer-ი, რომ ეს response storm-ი ეგრეთ წოდებული აი პასუხებისგან გამოწვეული ეს რაღაცა შტორმი და აი ბევრი პასუხის გაცემა აერიდოს თავიდან. იმიტომ რომ შეიძლება აქ იყოს ავი 1000 ჰოსტი და 1000-ემ ერთად რო გაუგზავნოს სიტყვაზე, ან 1000-ემ სხვადასხვა დროს თუნდაც რო გაუგზავნოს ეს response storm, ანუ პასუხის დაბრუნების აი ამ შტორმს გამოიწვევს, რაც არასასურველი ის არის რა, დატვირთვარი ქსელზე. ამისთვის არსებობს რაღაც კონკრეტული მექანიზმი. IGMP query delay timer-ი. რა შეება ხა ეს? მოდი ჯერ წავიკითხო და მე განვიხილოთ. Host 2-ის delay timer-ი სიტყვაზე იწურება პირველი და ის აგზავნის IGMP reports 229.0.0.1 membership-ის დასადასტურებლად. Network segment-ზე ყველა routeri და დაინტერესებული host-ი იღებს ამ reports. Host 1 თავის reports suppress უკეთებს, ანუ შეკუმშებს რა, გააჩერებს. ეს რას ნიშნავს? როდესაც ეს routeri კითხვას გააგზავნის, აი მაგალითად ამ routeri-მა გააგზავნა ამ segment-ზე კითხვა. არის აქ ვინმე ამ კიდევ არის ვინმე დაინტერესებული ამ ჯგუფში გაწევრიანებით? კიდევ გინდათ გამოგიგზავნოთ ეს პაკეტი, ან გავაგზავნოთ თუ შევწყვიტო. ამას აკეთებს ყოველ 60 წამში. RFC სტანდარტი არის 125 წამი. 3 წუთი ნახევარი გამოდის, ხო? თუ 3.5 წუთი გამოდის დაახლოებით, რა, მოკლედ. თუ არის ესენი პასუხს უბრუნებ. Query response ქვია რა. და როგორ უბრუნებენ ახლა? ესენი რომ მიიღებენ, ეგრევე კი არ უბრუნებენ. სანამ პასუხს დაუბრუნებენ, აქვთ მანამდე 10-მდე უნდა დაითვალონ რა. 1, 2, 8 და თქვაზე 10 და დაითვალა და გაუშვა. მერე პასუხი რომ კი მინდა. ეს რატო ხდება? აუცილებლად ვიღაცა პირველი გააგზავნის მოთხოვნა სუთავიდან, რომ აი დაიწყო რა, რომ აი ჯიგარო როუტერო ამ multicast stream-ში გამაწევრიანე და გამომიგზავნე პაკეტები. ამას როცა გააგზავნოს ხო ეს როუტერი. ის პირველი მიიღებს ამ კითხვასაც. ანუ ვინც პირველი აგზავნის, ის მიიღებს პირველი ამ შეკითხვასაც, რომ კიდე გინდა იყო. ეს სხვაზე მეორე გააგზავნის. ეს უკვე მეორეჯერ მიიღებს. მეორეჯერ კი არა, მეორე მიიღებს. პირველი ეს მიიღებს ამ კითხვას, მერე ეს მიიღებს. ეხლა ეს რო დაიწყებს 10-მდე დათვლას, ამას ჯერ დათვლა არ დაუწყია. ანუ ეს უფრო ადრე დაიწყებს, ხო 10-მდე დათვლას და ამისთვის 10 წამი უფრო მალე გავა, ამისთვის უფრო გვიან გავა. ანუ ვისთვისაც უფრო ადრე გავა, ის დაუბრუნებს პასუხს, რომ კი, მაგრამ მარტო ამას კი არ უბრუნებს. ის მთლიანად, აი თავის ქსელში ყველასთან აგზავნის. თავის სეგმენტში ყველასთან აგზავნის აბსოლუტურად, რომ კი მე ეს გაუგზავნის ამას, კი მინდა
ეს ამას კი მინდა მოუვიდა, ამასაც მოუვიდა კი მინდა და ამან გაიგო რომ აჰა, значит, ჩემამდე ვიღაცამ გააგზავნა ეს შეტყობინება და მე რაღაცა გავაგზავნო რა. მიუვიდაო, значит, როუტერს ამისგან უკვე კი მინდა პასუხი და ნუ მე აღარ გავაგზავნიო რა, სანამ ეს ამ შეტყობინებებს აგზავნისო და ის ამასთანაც მოსდის და ესეც ხედავს რომ ნუ ვიღაც აგზავნის რა რაღაც თუ ვიღაცამ შეწყვიტა გაგზავნა და იმას წამის მერე ნუ იმ 10 წამში არ მოვიდა მე თვითონ გააგზავნის აუცილებლად ამას მაგრამ სანამ მოსდის იმ 10 წამის შიგნით მანამდე არ აგზავნის რა და ესე მოიქცევა ყველა პირველი კარში ერთი აგზავნის რეალურად ამ შეტყობინებებს სულ 100,000 იყოს ის ერთი პირველი ვინც 1000 არა ეხლა დავისწავლე რა ზუსტად კი 1000 ნებისმიერ პირველი ვინც იქნება გამგზავნი ის იქნება ყოველთვის გამგზავნი რა ეს გავიქით ეხლა ამავე დროს ჰოსტი 3 აგზავნის IGMP reports ორას აი ამას მე სხვა ჯგუფზე რათა თავისი membership-ი გამოაცხადოსო აი ამ ჯგუფზე როუტერები იგებენ რომ 219.001 და 219.002 ჯერ ამ ჯგუფებს ჯერ კიდევ უნდათ რათა ეს პაკეტი მიიღონ forward-ით იყოს ამ network segment-ზე მაგალადე ChatGPT მაგრა გადაგითარგმნია ჩემი ძმა ძალიან მაგრა აი არ ვიცი ახთუანგულია არ ვიცი ნუ უნდათ რა აი ამ segment-ზე რომ მიიღონ ეს პაკეტი და აგზავნის აგზილებს არ წყვიტავს სანამ ესენი სანამ ეს აგზავნის ამ იმას რა membership reports ხო membership queue просто ხო უყურეთ membership queue და report პაკეტები ანუ მე გაწევრიანების კითხვარი და report packets მხოლოდ local segment-ისთვის არის მნიშვნელოვანი ანუ ეს IGMP message-ები რეალურად ხო local segment-ისთვის არის გათვლილი რა ეს report packets-იც და membership queue-იც არის მხოლოდ გათვლილი ამ ლოკალური segment-ისთვის ამიტომ მათ აქვს TTL-ი ყოველთვის 1 ეს TTL-ი ხო ისეთ რაც არის მეგობრებო time to leave პაკეტის სიცოცხლის უნარიანობა ანუ რამდენი ჰოპი უნდა გაიაროს პაკეტმა რა რამდენი ჰოპიც არის აქ 8 როუტერია 8 როუტერს გაიგებს თითო როუტერზე ჩამოიცლება თითო და მერვეზე დარჩება სწორზე 0 და მე პაკეტი განადგურდება ხო ნაკავში გადააგდები ამიტომ 1 აქ და ის აღარ გაიგზავნება აი აქ დარჩება მხოლოდ ეხლა უყურეთ queue-ის იგზავნება local scope multicast address-ზეო ეს თქვით ეს მოკლედ კიდევ თქვათ ეს კითხვარები იგზავნება ამ როუტერისგან აი ამ local scope multicast address-ზე 224.0.0.1-ზე აი ამ მისამართზე იგზავნება membership report-ები და forwarding სხვა network segment-ზე გაურკვევ confusion რა მაგრა უთავი გამოიწვედაო გაურკვევლობას მოკლედ CCNP-ს ეს key idea-ო IGMP არ მოგზაურობს როუტერი და როუტერზეო ის რჩება მიმღებების ლოკალურ აი LAN-ზე local area networks რაც თქვით რომ IGMP message local area networks არ ცდება ის არ გადადის აი ამ ქსელიდან ეხლა ეს switch-ია და switch-ი ეს local area network-ია ხო ეს უკვე სხვა broadcast domain-ია სხვაგან არ გადადის ამას IGMP timeout კი ბატონო IGMP ერთს არ უჭერს ხარს leave group message IGMP 1 არ უჭერს მხარს leave group message-სო როცა IGMP ვერსია 1-ში არსებული ჰოსტი ან თვალზე IGMP ვერსია 1 რა გადაიკიდა IGMP ვერსია 1 გვაქვს დაკონფიგურებული ხო და ჰოსტი ტოვებს multicast ჯგუფს უბრალოდ წვეთს რეპორტის გაგზავნას ან ამ ჯგუფზე თუ რეპორტი აღარ მოდის
როუტერები გარკვეული დროის შემდეგ შლიან ინფორმაციას და upstream-თან, ანუ ზემოთ აგზავნიან PIM ეგრეთ წოდებულ prune messages. ანუ როგორ გამოდის? ამან დატოვა აი ესე, короче, იმენა ესე. Просто ადგა და წავიდა ჯიგარი, არც ის უთხრა, არც ის უთხრა. აი ესე, просто ადგა და დატოვა, არაფერი არ უთხრა, არ გააფრთხილა რა ეს როუტერი 4. და ეხლა ეს ელოდება რა. და time out ინტერვალი შორბლად არის 3 წუთი დაახლოებით. ხო? ანუ იმ queue ინტერვალთან შედარებით. queue ინტერვალი არის 1 წუთი 60 წამი, ან 125 და 3-ჯერ მეტი არის time out ინტერვალი ამ როუტერის და ეხა ამან ესე უპასუხისმგებლად ადგა და დატოვა ეს ჯგუფი, არც უთხრა რომ დავტოვეო. Просто რა ეს ადგა წავიდა და ეხა ამან უნდა ელოდოს 3 წუთი მინიმუმ, ან რავი 3-ჯერ მეტი 125 წამზე. აი ეს უნდა ელოდოს, როდის გავა ეს ინტერვალი და მეერე გააგზავნოს უკვე ზემოთ ხომ ორჩა აღარავინ აღარ მყავს აქ. გააგზავნის აქ PIM prune. ეს უყურეთ ხა ეს prune, უყურეთ აქ ხის ხების ანუ ხის სპეციფიკა არის თლიანი მულტიკასტი. ხე, ტოტები და ამ შემდეგ ეს prune არის გასხლა. აი ტოტის გასხლა რო გააკეთო რა. აი გასხლავს ეხა ეს ჯიგარი ამას. ამ ტოტს აი გასხლავს რა. ანუ ჩამოიშორებს. აღარ მინდა, აღარ გამოაგზავნე. აღარ გამომიგზავნე. რა ის მე ამას გაუკეთებს prunes და ესე და გაისხლება ეს ტოტი ძალიან საკაიფოდ. მოკლედ, IGMP ეხა გაუმჯობესებები IGMP ვერსია 1-თან შედარებით ვერსია 2-ის. ეხა უღეთ leave group message. host-ებს შეუძლია განაცხადონ, რომ ჯგუფს ტოვებენ. ვა, საღო, უკვე დავიხვეწეთ. ეს აჩქარებს ნაკადის შეწყვეტა, ანუ სტრიმის შეწყვეტას, როცა ბოლო მომხმარებელი გავიდა. ეხლა უყურეთ სიტუაცია რაღაცა. თუ ამან აი 2-დან 1-მა დატოვა, ეს 1 მაინც ხო რჩება და ის მაინც აგზავნის მესიჯებს. თუ ყველამ დატოვა, ანუ 2-მ დატოვა, ეხლა ვიღაცამ უნდა გააგზავნოს, ხო, membership ეს leave group message. ახლა რა ხდება? group specific, ანუ კონკრეტული ჯგუფის, რა ჯგუფშიც გაწევრიანებული, რა multicast ჯგუფშიც გაწევრიანებული არის ჰოსტი, აი იმ ჯგუფის სპეციფიკურ queries აგზავნის. Routers შეუძლია კონკრეტული ჯგუფის membership-ი შეამოწმოს. ანუ კითხვარი გაუგზავნოს იმ ჯგუფის მისამართზე და არა all host-ის, ანუ ყველა host-ის მისამართზე. და კითხვარის ინტერვალი ეს რის პასუხო დრო არის მაქსიმალური დრო, რამდენშიც ჰოსტმა უნდა უპასუხოს, ჰოსტებმა უნდა უპასუხოს კითხვას. Courier election mechanism. IGMP, ანუ კურიერის არჩევის მექანიზმი. IGMP 2-ს აქვს საკუთარი კურიერის არჩევის მექანიზმი. IGMP ვერსია 2-ის როუტერები კვლავ აგზავნიან კითხვარებს, თუ სხვა ჰოსტმა ჯგუფის კითხვაზე უპასუხა, ჰოსტი ჩუმად დატოვებს ჯგუფს. ანუ რა ხდება? ესენი კიდევ აგზავნიან ამ კითხვარებს, როგორც ვერსია 1-ში იყო, მაგრამ თუ ამან გაიგონა, რომ ვიღაცამ უპასუხა, ანუ ეს ამბობს, რომ მე მინდა ამ ჯგუფში ვიყო. ეს ადგება და წავა ეხლა. აღარ გააფრთხილებს, რომ წავედიო, იმიტომ რომ ნუ ეს ნაკადს მაინც აგზავნის და ამას ეს ნაკადი უნდა და ამან რაღაცე უთხრას, რომ მივიდივარ, ეს ადგება და წავა რა ჩუმად. როცა ის ჰოსტი გადის, ანუ ის მომხმარებელი გადის, რომელიც ამ query-ზე პასუხობს, მან არის ის დანარჩენების არსებობა. ანუ ეს რას ნიშნავს? ამან თუ პირველმა დაიწყო აი ამ query-ზე პასუხის გაცემა, ხო? სხვები ხო რეალურად პასუხს არცემენ, იმიტომ რომ ამან გასცა ამის პასუხის გაცემა, ამასაც host 2-საც მოვიდა და ამან ჩათვალა, რომ ანუ ეს აგზავნის უკვე აგზელებს პაკეტის გამოგზავნას და
მე რაღაცა უნდა გავაგზავნე ხა ეს შტორმი რატო უნდა შექმნა და ის ჩუმად არის რა მაგრამ ამან კი იცის რომ ეს არის მაგრამ ამან არის ის რომ სხვა არის იმიტომ რომ თვითონ აგზავნის რა მესიჯებს ამიტომ ხა თვითონ რომ დატოვებს ის აგზავნის leave messages ყველა როუტერის აი multicast ჯგუფის მიმართულებით ანუ ის აი ამ IP ადრესზე რომელიც არის all routers ყველა როუტერს ანუ ეს რო გააგზავნის სიტყვაზე აი ყველა როუტერისკენ აგზავნის რა ეხლა უყურე კურიერი აგზავნის ჯგუფის აი კონკრეტული ჯგუფის თვის განკუთვნილ კითხვას რომელსაც ჰოსტი ტოვებს ანუ სხვაზე 229.1.1.1 თუ დატოვა იმ ჯგუფი თუ იმ ჯგუფის multicast-ში თუ იყო გაწევრიანებული ეს და დატოვა ეხლა მხოლოდ იმ ჯგუფის მისამართზე აგზავნის ეს კურიერი და დეფოლტად კურიერი აგზავნის ორ კითხვას ერთი წამის ინტერვალითო თუ მეორე კურიერიდან 9 წამში რესპონსი არ მოვიდა ჯგუფი იშლება უბრალოდ ხარ არის ხო გავიგეთ რომ ეს გააგზავნის კურიერი აგზავნის ორ კითხვას ერთი წამის ინტერვალითო თუ მეორე query ან კითხვიდან 9 წამში პასუხი არ მოვიდა ჯგუფი იშლებაო IGMP მეორე ვერსიის IGMP ვერსია 2 introduce ხო გვთავაზობს დამოუკიდებელ query election mechanisms თავიდან ყველა როუტერი ფიქრობს რომ თვითონ არის კურიერი და ისინი აგზავნიან IGMP general queries ყველა ჰოსტის აი ამ IP ადრესზე ყველა როუტერი იღებს ანუ მიიღებს ანუ ეს ორი როუტერი ამ შემთხვევაში ეს IGMP-ს ეხება ეს აქეთ არ ეხება IGMP-ს ეხება მხოლოდ ყველა როუტერი მიიღებს ამ ზოგად კითხვარებს და დაბალი IP ადრესის მქონე როუტერი მოიგებს ამ კურიერის არჩევას ანუ 10.0.0.7.1 მოიგებს 2-თან შედარებით ხოლო ვინც non-query ანუ არ არის კურიერი ის იწყებს other couriers present timers ანუ ასე ტაიმერს ჩართავს თუ ტაიმერი ამოიწურა სანამ სხვა query მოვა ანუ 60 წამში თუ არ მოვიდეს სიტყვაზე იწყებს ახალი კურიერის არჩევას თუ 60 წამი არის ამ კითხვარების ანუ ყოველ 60 წამში ეს გაუშვებს ამ კითხვარებს არის ვინმე ის დააყენებს 100 წამზე ანუ 100 წამში პასუხი უნდა გაიცეს მას აუცილებლად
ხო, მეგობრებო, აქ არის PIM-ის უბრალოდ IGMP-ის კონფიგურაცია. ამას ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, უბრალოდ გადავხედოთ, მოკლედ ეგეც არ გვაწყეს. სიტყვაზე ამას უნდა რომ გაუწევრიანდეს აი ამ გაწევრიანდეს რაღაცა მულტიკას ჯგუფში, რომელსაც შემდეგ ეს როუტერი მოაწვდის. ეხლა რა ხდება? ჩვენ პირველ რიგში ყველა როუტერზე გზადაგზა როუტერ 4-ზე, 2-ზე, 1-ზე უნდა გქონდეს უკვე PIM-ის კონფიგურაცია გაკეთებული. და შემდეგ აქ უნდა გავაკეთოთ host-ზე IGMP კონფიგურაცია და ის ჯგუფი უნდა მოვითხოვოთ, რა ჯგუფთანაც გვინდა წვდომა გქონდეს, რომ მივიღოთ multicast-ი. თვითონ multicast-ის კონფიგურაცია ხდება IP multicast routing ამ ბრძანებით, ეს არის გლობალური ბრძანება. შემდეგ უკვე ინტერფეისის ქვეშ იმ ინტერფეისის, რომელიც აუცილებელია რომ იყოს, რომელიც არის გზად, ამ შემთხვევაში ეს არის Gigabit 0.0 და 0.1, ამ როუტერის შემთხვევაში, ამ როუტერის შემთხვევაშიც 0.0 და 0.1, ამ როუტერის შემთხვევაში 0.1, 0.0 და ასევე 0.2, რადგან PIM-ი აქაც გვინდა რომ იყოს, ხო? პირობითად აქედაც წავიდეს multicast. მოკლედ ყველა ინტერფეისზე უნდა დავაკონფიგუროთ PIM-ი, სადაც ჩვენ გვინდა რომ multicast-მა გაიაროს. ხოლო 0.1-ზე ამ როუტერზე ჩვენ ხო IGMP-ც გვინდა რომ იყოს, მაგრამ როდესაც ჩვენ PIM-ს გავაკეთებთ, აი როუტერზე უშუალოდ PIM-ის კონფიგურაციას გავაკეთებთ, ის ავტომატურად ააქტიურებს IGMP პროტოკოლსაც. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ ესეთი რაღაცა. IP PIM-ს აქვს ორი რეჟიმი, მაგას განვიხილავთ. სწორედ მეტი რეჟიმი აქვს, მაგრამ ამ შემთხვევაში მოდის სამი თქვათ. პირველი არის PIM dense mode, sparse mode და sparse dense mode. რომელსაც უნდა ავირჩევთ IP PIM sparse mode-ის სიტყვაზე იქნება sparse mode. Dense mode-ს ავირჩევთ, იქნება dense და ასე შემდეგ. Default-ად IGMP ორი გააქტიურდება, როდესაც PIM-ს გავააქტიურებთ, მაგრამ თუ გვინდა რომ რაღაც კონკრეტული ან ვერსია 1, ან version 3 იყოს, მაშინ უნდა მივუთითოთ IP IGMP version 1, 2 ან 3. ეს ბრძანებები ინტერფეისზე რთავს PIM-ს და default-ად IGMP 2-ს. როგორც ვთქვით, ვერსიის შესვლა ხდება ამ კონფიგურაციით. ეხლა შემდეგ რაღაც ბრძანებები, რომლითაც შენ შეგვიძლია რომ დავადასტუროთ მუშაობს თუ არა ყველაფერი ნორმალურად. Show IP IGMP groups. აი აქ ჩავწერთ სიტყვაზე ამ როუტერზე და show IP IGMP groups და გვიჩვენებს რამდენი IGMP მეზობელი გვყავს ამ შემთხვევაში. 0.1-ზე სიტყვაზე გვყავს ერთი მეზობელი, რომელიც ამ ჯგუფშია გაწევრიანებული, 0.2-ზე გვყავს მეორე IP ადრესი, რომელიც ამ ჯგუფშია გაწევრიანებული. აქ წერს რომ აქ ხედავთ ჩვენ რომ last hop routers აქვს ინფორმაციაო, რომელი multicast ჯგუფი, რომელი ინტერფეისი, ვინ იყო last report და როდის იწურება membership. კი ბატონო, აგერ არის ეს ინფორმაციები, როდის იწურება membership-ი და last reporteri ვინ იყო. IGMP timer-ები. აი ნახოთ, IGMP query interval-ი, როგორც თქვით, რამდენი ხანში ერთხელ აგზავნის კითხვას. არის 60 წამი. და RFC-ს არის 120 წამი. RFC არის Reference for Comments, ეს საერთაშორისო ორგანიზაცია. Cisco არ არის ეს, ამიტომ მათი Cisco-ს default-ი არის 60 წამი თავის როუტერებში, მაგრამ RFC-ს სტანდარტი არის 125 წამი. ჯგუფი იშლება თუ query interval-ი, query report-ი არ მეიღო როუტერმა, query interval-ი 3-ჯერ მეტი დრო უნდა გავიდეს. Query interval-ი როგორც ვიცით 60 წამია და 60-ჯერ 180 წამის შემდეგ წაშლის ჯგუფს თუ არ მიიღო query
რეპორტი რა. IGMP ვერსია 2-ის ტაიმერები. IP IGMP Query Max Response Time. ეს რა არის ხა? ეს არის მაქსიმალური დრო, რამდენშიც ჰოსტმა პასუხი უნდა გასცეს კითხვას. Queries გაგონების შემდეგ ჰოსტი random timers აყენებს ამ მაქსიმუმამდე და შეწყვეტს თავის რეპორტების გაგზავნას. როგორც გავიგეთ, ანუ ერთი რო გააგზავნის, მეორე აღარ გააგზავნის. თუ სხვა ჰოსტის პასუხს პირველი გაიგებს. IGMP last member query interval. ეს არის ხა? Group specific queries შორის ინტერვალი, როცა routер იღებს leaves default არის 1 წამი. ხო, ანუ თუ routeri მიიღებს ჯგუფის დატოვების შეტყობინებას, ის შემდეგ გააგზავნის group specific queries კითხვას, კიდე არის თუ არა ვინმე და 1 წამი არის default-ი გაგზავნის. IP IGMP last member query count. რამდენი query იგზავნება leave-ის მიღებისას? 2. ანუ routeri რომ მიიღებს რაღაცა შეტყობინებას რომ ტოვებ ჯგუფს, ის აგზავნის 2 შეტყობინებას default-ად. პირველს 1 წამში, მეორეს 0.5 წამში. მიაყრეს საკითხებს. მერე ხა IGMP ტაიმერის ვერიფიკაცია. ესეთი კითხვა კი არის, ბრძანება არის show IP IGMP ინტერფეისი gigabit 0.1 სიტყვაზე, აი იმ ინტერფეისზე გვაინტერესებს IGMP-ის ეს ყველაფერი ინფორმაცია გვიჩვენებს რას? ინტერფეისის ადრესს, აგერ IGMP რო არის enabled and disabled სიტყვაზე გამორთული ან ჩართული. Current IGMP host version is 2 ვერსია IGMP-ის. Current IGMP router version is 2, ანუ routers-ზე host-ზე და routers-ზე IGMP-ის ვერსიები თუ რა 1, 2 თუ 3 არის, რომელიც არის. IGMP query interval 60 წამი არისო, კითხვა არის გაგზავნა ყოველ 60 წამში ხდება. Timeout-ი 120 წამი არისო, IGMP max query response time 10 წამი. Last member query count 2 წამი. Last member query response interval 1000 millisecond წამი. IGMP-ის მსგავსი პროტოკოლების თვალზე. IP6-ში IGMP-ის ეკვივალენტური არის MLD, ანუ Multicast Listener Discovery. CGMP, Cisco Group Management Protocol. ეს არის ყოფილი ძალიან მოძველებული პროტოკოლი, რომელიც IGMP-ის მსგავს ფუნქციებს ასრულებდა ადრე. Cisco Group Management Protocols ქონდა გაუმჯობესებები IGMP ვერსია 2-თან შედარებით, მაგრამ დღეს ის არ გამოიყენება. მოძველებულად ითვლება. ხო, მეგობრებო, პრინციპში ეხა ჩვენ შეგვიძლია ლაბი გავაკეთოთ IGMP-ზე უცებ, მაგრამ ლაბი გავაკეთოთ შემდეგ ვიდეოზე და აუცილებლად გავაკეთოთ.